წყლის გადასახადის ქვითრებს სოფელ ჭაჭარაკის ცენტრში ხმაური მოყვა. ადგილობრივები მეცხრე არხთან უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ თვეებია ყინვების გამო სასმელი წყალი შეწყვეტილი აქვთ. მიუხედავად ამისა, კომუნალური გადასახადი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მათ მაინც დააკისრა. მოსახლეობის თქმით, იმ თანხის გადახდას, რაც არ დაუხარჯავთ, არ აპირებენ. ჭაჭარაკის მაცხოვრებლები წყლის მრიცხველების დამონტაჟებასაც ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სულადობრივი დაანგარიშებით თანხის არასამართლიანად გადახდა უწევთ. Იარისკი საბაგაცო წყალი არ მოდის ჩემი კარებზე როგორ უნდა გადავიხადო? მოდი ამ ფული ყოველ თვე ვიხდი. ყოველ თვე? ყოველ თვე ვიხდი. წყალი არ არის, გადასახადს მაინც. მაინც? ხო, ვისაც წყლები არ აქვს? მეზობლები ერთი მეორესთან ჩხუბობ მაგათი გულისთვის. რა უნდა ვიჩხუბოთ? წყალი მაინც კაი წყალი იყოს ხო? მივედით უთხრათ რომ ყაღინულია, მოეხმარეთ, რაღაცა გააკეთეთ. რაღაცა გააკეთეთ, მოეხმარეთ, წყალი მოვიდეს. მიდით უბრალოდ იქ მიდით. აბა თუ წყალი არ მოდის რა თქმა უნდა. აცხადება დააძერეთ, წამოდით იქა, მოდით იქა. აცხადება როგორ სოფლის მეურობა არის. სოფელია. სოფე პატარა სოფელია, ორი სოფელი. მინაძე ჭაჭარაკის. სოფელ მინაძის მკვიდრი ანზორ არგველიშვილი კი უკვე წლებია 3 კილომეტრის მანძილიდან წყალს ამ ჭურჭლით ეზიდება. მისი თქმით, მინაძის მოსახლეობის უმეტესობას ჭაჭარაკისაგან განსხვავებით სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ანზორ არგველიშვილის მსგავს მდგომარეობაში სოფელში 50-ზე მეტი ოჯახია. აქ მაცხოვრებლები ოქროსთან ყვებიან, რომ პლასტმასის მილების მეშვეობით საკუთარი სახსრებით წყალი სოფელ უავლიდან გამოიყვანეს. თუმცა ზამთრის მკაცრი პირობების გამო არხები გაიყინა და ისინი კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ. Ალი 300 მეტრიდან სოფლიდან მოგოგვისებ. ვეზიდებით ასე თელი ზამთარია. არც საფულში არ გვაქვს წყალი. აი 60 წელს ავხდები და წყალის პრობლემა ყოველთვის ამ სოფელში. წყალკანალიდან იყვნენ ადრე, თხოვდნენ გადახდას, არ გადაუხადით, წყალი არ აქვს. მე ერთი პერიოდი გქონდა წყალი ეზოში. მე ჯერ 35 წელი ამ სოფელში გათხოვილი ვარ, წყალი საერთო არ არის. 1000 ერთხელ თუ მოდის. აი ეს ჩვენ უბანში საერთო არ მოდის. კარგად იციან სუღელანი. დიდი პადარაც წყალგამნაშის რამდენჯერ ყოფილვართ ვიცით. იმიტომ არ მოვიდეთ თქვენ უბანში სირცხვილით როგორ წავიდეთ ფული მოთხოვოთ ხალხს არ აქვს წყალი. შლანკები ვიღიდეთ ჩვენ ფულებით. აჰა და ნახევარს გზია შლანკები. გაიღინა ერთ-ორ დღეში და მორჩით კიდე ზიდავთ. ძალიან გვიჭირდა და ორჯერა შლანგები ვიყიდე, გაგვიყინა. ახლაც ახალგაზრდა ძალი მყავს და ის არის შემბული ტაჩკაში და იმითი ზიდავს წყალს. ძალიან გვიჭირს წყალი. მოვიდნენ წყალზე და აღარ მოდიან. არ მივეცეთ ფული. რაში მივცე, იმით ხარ რომ მივცე. ესე იგი, ჩვენ ამ ქვეყნის ხალხი არა ვართ, თუ წყალი დავლიოთ, ესე გამოდის. სოფლების წყლის პრობლემის საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებაში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯერ კიდევ გამგეობის თათბირზე დააყენა. მამუკა მესხი ამბობს, რომ პრობლემით ახალციხის წყალმომარაგების კომპანიასაც უკვე მიმართა. მათი წარმომადგენლების განმარტებით მოსახლეობამ წყლის შეწყვეტის თაობაზე კომპანიას განცხადებები უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ზედმეტი თანხების ჩამოეწერებათ. ჭაჭარაკისა და მინაძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ამბობს, რომ იქამდე მანამ ჰაერის ტემპერატურა არ მოიმატებს, წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება. რა პრობლემაა მინაძეში და ჭაჭარაკში არის წყლები გაყინული. რის გამოც არ მიეწოდება მოსახლეობას წყალი და ერიცხებათ თანხა. გადასახდელი თანხა ერიცხებათ. რის გამოც ხალხი წუხს და შეხვედრა ქონდა ჩვენ გამგებელთან. გამგებელმა შეგვახვედრა წყალკანალის გაერთიანების უფროსთან ბატონო გია ბაგინაშვილთან და ყველაფერზე შევთანხმდით. მინაძესა და ჭაჭარაკში ზამთრის მკაცრი პირობების გამო უწყლოდ 150-მდე ოჯახია დარჩენილი. მოსახლეობა წყლით უავლიდან მარაგდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი სოფელს მცირე რაოდენობით ზაფხულში მიეწოდება, თუმცა მაშინაც დაბინძურებულია ადგილობრივების მტკიცებით სათავე ნაგებობების გაწმენდა არ ხდება.